მოქმედი და ოპერატიული მოძრაობა დაიწყო. კოოპერატიული მოძრაობა. რეალური უნდა იყოს. ეს მაგალითად და არა მართლაც ამ თქვათ როგორც ხშირად არასდროს დაკავშირებული ეს არსებობს. ამას უნდა დაემატოს. ზოგადად ინტერესთა ჯგუფები ხელშეწყობა, იმიტომ რომ ყველა პროფესიული ჯგუფი ხო არ არის, არსებობს სამეზობლო ჯგუფები, არსებობს ბატინგრების, არსებობს დაზარალებულების და ასე შემდეგ, რომლებიც იბრძოლებენ საკუთარ უფლებისთვის და მე მინდა ჩემ თანამოაზრეებთან ერთად შევქმნა ორგანიზაცია, რომელიც აი ამგვარ მოქმედებებს, ან ჩამოყალიბებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს პროფესიული სხვა სახის საზოგადოებრივ ინტერესებს. ამის გარკვეული გამოცდილება ინდივიდუალურ სხვა რეჟიმში მაქვს და მე მინდა რომ ყველა ადამიანმა, ვისაც აქვს გარკვეული საერთო ინტერესები და ჯგუფად არიან, თუნდაც არაფორმალურად ჩამოყალიბებული, შეგვიძლია ჩემთან დაკავშირება, ჩემი ნომერი არაერთხელ გამოვიყენე, კიდე გამოაცხადე, WhatsApp-თან 999 და მე მზად ვარ ინდივიდუალურად და მეგობრებთან ერთადაც, თანამოაზრეებთან ერთადაც დავეხმარო მათ ამ საქმეში. სოლიდარული ერთმანეთისა და ალბათ რითქა ქალბატონო გოგოლის ქვეთ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ხარ და მე ვფიქრობ რომ კონფლიქტი ქვეყანაში დაუძლეველი იქნება და ეს ალბათ დიდი რყევებით ჩამოიქნება. ლაშა დიდი მადლობა ცნობილი უფლებადამცველი ხარ და ძალიან მიხარებ გაუბედურებულ ხალხს რომ ამხნევებ და გვერდით უგრეხარ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ და ბატონებო დაველოდეთ საინფორმაციო შემდგომ ჩვენი სტუმარი იქნება მარადიული პრობლემაზე რომელიც ახალ ეკონომიური მდგომარეობით არის გამოწვეული. და გავიმეორებ 11 საათზე ყოველს გელის გარემოაჩენს განსაკუთრებით არა მარტო მას ხოჭი ვისაც ეწოდება ეს ადამიანები და მიაჩნია რომ გვერდში და დავდეს ყველა არა მხოლოდ ეწოდება ვისაც უნდა რომ გადარჩეს ქვეყანა რა თქმა უნდა და შიმშილით არ დაიღოს მათი ოჯახი. დიდი მადლობა დიდი მადლობა. Ideea მოგესალმებით ბატონებო და მინდა გითხრათ რომ ჩვენი სტუმარი გახავთ ბატონი გიგი წერეთელი ალბათ ბევრი თქვენგანის ცნობილია 1 დეკემბერი რატომაც აირჩიეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და ამის დღეს გარკვეული ასე ვთქვათ მაჩვენებლებითა და მონაცემებით რიგი სახელმწიფო თავს იწონებს რიგი სახელმწიფო ესე ვთქვათ თავს იჭრის შიდსთან ბრძოლის პრევენციის არქონის დღეს სახალხო ნამსვლის ოფისში თქვენ ახეთ სიუჟეტები ჩვენ საინფორმაციოში გარკვეული შეხედულებებია ჩამოყალიბებული რომ პრევენციისათვის საჭირო საკანონმდებლო ესე ვთქვათ აქტიურობა შეფერხებულია ჩვენთან ბილადრო თქვათ და ამავე დროს თქვენ ახეთ სიუჟეტი ჩვენს ეთერში სადაც პარლამენტში ასე ვთქვათ ბიუროზე იყო თქვენი მოხსენება სპეციალური და თქვენ ესე ვთქვათ ფიქრობთ რომ საკმაოდ ბევრი რამე არის დამუშავებული, გასრულებული და უახლოეს ხანში რაღაცა ძლა ამ მიმართულებით იქნება. თქვენ დღეს საინტერესო ციფრები დააფიქრეთ ბატონები და გითხარით აი ამ მიმართულებით რა მდგომარეობა არის. რატომ არის ეს დღე ჩვენთვის საგანგაშო მე ახლა გავიგერო მატულობს და მატულობს შიცი დაავადებული ჩვენი მოქალაქეების. ბატონო, დიდი მადლობა. ძალიან კარგია რომ ჩვენ ეთერს უთმობთ ამ მნიშვნელოვან თემას და ეს დღეს სწორედ ამისთვის არის და ამიტომ აღინიშნება მთელ სოფლიოში რომ ჩვენ მივაქციოთ ყურადღება ამ პრობლემას არა მარტო ხელისუფლებამ ამ თალკე აღებულმა რაღაც ჯგუფებმა არამედ მთელმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს რაშია პრობლემა რა ხდება ვთქვათ ამ მიმართულებით რა კეთდება რა დინამიკა გვაქვს იმიტომ რომ ეს არის მართლა ძალიან სახიფათო დაავადება რომელიც სამწუხაროდ ხდება და მე დღეს ბიუროზე ეს ციფრები და ციფრები ჩვენ დღეს დილით გაეროს ოფისში როდესაც შევიკრებეთ იქ იყო თქვა სამინისტრო მინისტრი წარმომადგენლები ჩვენ ჯანდაცვის კომიტეტი შიცის ცენტრის ხელმძღვანელობა და გაეროს ელჩი საქართველოში ეს ციფრებზე იყო საუბარი იყო მოხსენება თუ რა ვითარება ამ თელს სოფლიოში და რა ვითარება ჩვენთანაც აგარ ორივე დამაიმედებელიც და ძალიან ტრაგიკული სტატისტიკაც. დღეს სოფლიოში დაახლოებით 32,200 ეს არის ბოლო სტატისტიკა ჩამოყალიბდა 32,200,000 ადამიანი არის
დაავადებული ამ შიცით, განსაკუთრებით დაზიანებული, რა თქმა უნდა, არის აფრიკა და სუბსაჰარის რეგიონი და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ საქართველოში ჯერჯერობით ჩვენ გვყავს გამოვლენილი მხოლოდ 1825 შემთხვევა, ეს არანაირად დაშვიდობის საშუალებას არ გვაძლევს ჯერდი სტატისტიკით ოფიციალურით, რაც არის ექსპერტების მოსაზრებით დაახლოებით 3-4-ჯერ მეტია, იმიტომ რომ ჩვენთან გამოკვლევა, მასობრიობა კვლევის არ არის იმ დონეზე, რომ ჩვენ ესე იგი დიდ პოპულაციის დიდ ჯგუფებში თქვათ ესე გვიკვლიოთ ეს ყველაფერი, ან იგივე სრულად მოვისვათ რისკი ჯგუფები, ამიტომ შედარებით ვიტყოდი, რომ მოგზაურებული ციფრებია, თუმცა რეალობაში ალბათ მეტი იქნება და გვაქვს რა თქმა უნდა საფრთხეები. საფრთხეები გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენ მეზობლებშია ძალიან ცუდად საქმე, იგივე რუსეთში არის ძალიან მაღალი ციფრები, უკრაინაში არის საოცრად რთული სიტუაცია ამ მხრივ, ამიტომ საქართველოს თავის ფუნქციიდან გამომდინარე, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, ახლა ჩვენ მინდა რომ ეს იყოს ტურისტული ცენტრი, ხო, და სამხრეთ კავკასიაში მართლაც არის ცენტრი, ბევრი ადამიანი ჩამოდის, მიდის, ტურისტული ნაკადები, ბიზნესი აქტიურდება და კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს მომავალში, ამიტომ ეს ყველაფერი ქმნის დამატებით საფრთხეებს, რომ საქართველოში თუ არ იქნება კარგი პრევენციული მექანიზმები, ჩვენ კიდევ უფრო სავალალო ციფრები გვექნება. განსაკუთრებული და ჩვენ ალბათ ამ თემაზე მივართ, იმიტომ რომ ეს სამწუხაროდ ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ეს არის იგივე ნარკოტიკების გავრცელება და ნარკომანია, ეს არის უმთავრესი წყარო, სხვათა შორის, და დაყოფა ამ სპექტრი არის ამგვარი, რომ 60% დღეს არსებული მონაცემებით ეს არის ნარკომანია და ინტრავენური მომხმარებლები ნარკოტიკების, 13% არის დაახლოებით ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ჰეტეროსექსუალური წყვილები, იმიტომ რომ ეს გავრცელებული იყო, რომ ეს არის მხოლოდ ჰომოსექსუალისტების დაავადება, სამწუხაროდ ესაზე არ არის. ახლა გეუბნებით 33%-ია ჩვეულებრივი წყვილები და დანარჩენი არის უკვე სხვა, ძალიან მცირე პროცენტია სხვა, თქვა სისხლის გადასხმა, ძალიან მცირეა 0.5 და სხვა. ყოველთვის ერთი ესეთი დადებითი თუ შეიძლება ტენდენცია არის, რომ ნარკომანებში იკლო. ანუ თუ კი წინა წლებში ჩვენ გვქონდა დაახლოებით 70% გავრცელება სწორედ ნარკომანებში, ეხლა არის შიციანები, ვინც არის ნარკოტიკის მომხმარებლები, ეხლა არის 60%. ეს 10% არის სწორედ იმის გამო, რომ ძალიან დიდი მუშაობა მიმდინარეობს, თქვა, ახსნა განმარტებითი საგანმანათლებლო, ის რომ დღეს არის ზიანის შემცირების პროგრამები, რომ ხო ნარკომანებმაც იციან, რომ ერთმანეთის შპრიცი არ უნდა იხმარონ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ამას მოაქვს გარკვეული თავისი შეიძლება ითქვას დადებითი შედეგი, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს მეორე სირთულე, რომ გამოვლინდება, დაავადებულები უფრო მეტად ვლინდება. აქ ყავსია შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი, მაგრამ დაავადება არ გამოვლინდეს. ანუ ჩვენ შეხლა იმატა უკვე დაავადების გამოვლენამ და ამ მხრივ მე ვერ ვიცი, რომ ძალიან დამოუკიდებელი სიტუაცია გვაქვს. რაც შეეხება სხვა ვითარებას, თქვა კანონს. კანონი საქართველოს 95 წელს იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც მიიღო შიჩის შესახებ კანონი და ძალიან ადრე მოხდა საქართველოში პასუხი სხვათა შორის ამაზე და ძალიან კარგად განვითარდა ინსტიტუციაც, ანუ ჩვენ ინფრასტრუქტურა ძალიან კარგი გვაქვს, კარგი სპეციალისტები გვაქვს და დღესაც უნდა საუბარი, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება დღეს უკეთეს პირობებში ყავდეს როგორც ჩვენი ექიმები, ასევე ჩვენი ავადმყოფები, მე თვითონ შიცის ინფრასტრუქტურა მაქვს და ამ ჰოსპიტალური რეფორმის პროცესში, რა თქმა უნდა, ეს აზრიც იყო და პროექტის დონეზე, ერთი პროექტიც არსებობდა ძალიან კარგი ჯერჯერობით საბოლოოდ გაწყვეტილი არ არის, შიცის ცენტრი უნდა არსებობდეს და უნდა იყოს ძალიან თანამედროვე და კარგად აღჭურვილი. დღეს ეს არის ინფექციური სამსახურის ტერიტორიაზე, ну არის ნაწილი, რომელიც შედარებით ნორმალურია, თქვათ ინფექციურ სამსახურში, მაგრამ თვითონ შიცის არის ჯერჯერობით საკმაოდ მოძველებული და ყავს ამავდროულად ძალიან კარგი პროფესიონალები, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ და იმის ხარჯზე, რომ ჩვენ სახელმწიფო პროგრამებიც ჰქონდა და ძალიან გვეხმარება, ახლა დაახლოებით შეიძლება 7-ჯერ, 8-ჯერ მეტი, რაც არის სახელმწიფო პროგრამა, არის დონორული დახმარება. არის ასეთი გლობალური ფონდი, რომელიც შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, მხოლოდ იმისთვის, რომ შიცი, ტუბერკულოზი და მალარია დაემარცხებინა და საქართველოს არის ძალიან სერიოზული ასე მიმღები ამ დახმარების და ამ
საკოორდინაციო მეხმარს ქალბატონი სანდრა ხელმძღვანელობს და ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ საქმეში. ასე რომ დღევანდელი დღე ეს არის